ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო, მუსაუმის გადაცემა ისევ და ისევ გრძელდება. ჩვენ ყოფებით ბარ ფანჯარაში, რომელიც გმას მიღლობს, ვისაც მადლობას ვუხდით და დადგა დრო, წარვადგინოთ ჩვენი სტუმარი, არაჩვეულებრივი მომღერალი და არაჩვეულებრივი მანდილოსანი, ეს გახლავთ ბარბარა ბელი. მოგესალმებით, როგორ ხარ? კარგად ხარ? კარგად, არა მუშაობს. როგორი განწყობა გაქვს? შვენიერი. რატომ გაქვს შვენიერი განწყობა? იმიტომ რომ თქვენ გნახავთ. ვაუ, ჩვენც მადლიერები ვართ და ძალიან მომწონს თქვენი შემოქმედება და ხარია რომ თქვენ. მადლობა, ჩვენც ასევე და ისევ და ისევ მოგვიწევს მუსიკაზე საუბარი. დავხმო, ვერ გავეცდებით, გარეთ მუსიკაში, მუსიკა ყველგან მუსიკა. მოდი დავიწყოთ ბოლოდან. და არა იქიდან, საიდანაც დაიწყო მუსიკა. და ნელ-ნელა წავიდეთ უკან. საქმე იმაშია, რომ ეხლა რაღაც სიმღერას აკეთებ, რომელსაც ვია ჩვენ, თუ აქვსები. უკვე გავაკეთე სიმღერა, ჩავწერე. დიახ, გილოცავ. დიახ, ეხლა ახალ სიმღერაზე ვმუშაობ, ოღონდ ინგლისურენოვანი იქნება, უფრო ჩემთან რო დავუკვირდი, უფრო ინგლისურად გამომდის, ანუ წერა და ესე ქართული ძალიან მოეწონა ჩემ მეგობრებს რომ ვანახე ეს რაც ჩავწერე. და მთხოვეს რომ იქნებ ჩაწერა ძალიან მოეწონა. და ყველგან არის განთავსებული, ყველგან შეიძლება მოისმინოს მსმენელმაც, მაყურებელმაც. ინსპირაცია საიდან მოვიდა სიმღერით? ესე ანუ კონკრეტული რაღაც თემიდან არ არის რა, ხანდახან მივიდება ხოლმე წერა, ნოუთში წერ ხოლმე რაღაცებს და წარმოვიდგენ ხოლმე რომ რას დაწერ და მაგალითად ვიღაც და ანუ აი ესე სანდურ ტექსტებს ვქმნი, ანუ ყველაფერი ჩემიდან გამომდინარე ან ისინი რო გადამხდა, აუცილებლად არ არის რა ეს საჭირო. ხო, რაღაც ისტორია და რაღაცთან დაკავშირებული. ანუ შესაძლებელია, ანუ ეხლა მაგალითად ინგლისურად რაც დავწერე, იქ არის რაღაცებანი ჩემი პერსპექტივით, მაგრამ ანუ ამ სიმღერაში უბრალოდ ესე მომწონა და უცებ გავაკეთე. რამდენი სიმღერა გაქვს ქართულენოვანი, რამდენი გაქვს ინგლისურენოვანი? ეხლა ალბომზე ვმუშაობ, ანუ ინგლისურენოვანი ალბომი არის, 7 სიმღერა იქნება. ჯერჯერობით მაგის პროცესში. საზღვარგარეთს უმიზნებ? ცოტათი. არის გეგმაში რამე ისეთი რამაც შეიძლება გაგვიყვანოს? კი, სხვათა შორის მქონდა ეხლა ხანს მქონდა შემოთავაზება ერთ-ერთი ფილმისთვის და გამიკეთებინა საუნდტრეკი ასე ვთქვათ. მაგაზეც ვმუშაობ ცალკე, ასე რომ რაღაცა ჩემთვის როგორც ვახერხები, იმიტომ რომ აქამდე არ მქონდა მაგის პოპუნება, ანუ შემცვლელი არ მყავდა, ყოველდღე ვმუშაობდი წლების განმავლობაში უკვე ბენდი მყავს ჩემ ბენდთან ერთად და ანუ როგორც იქნა ჩემი თავისთვისაც მოვიცალე რომ მაინც ანუ ეს cover სიმღერები არ ვაკეთებ მხოლოდ კი შესაძლებელია ჩვენ ისე ვაკეთებთ თქვათ ანუ გადაკეთებულნი ჩვენი ინტერპრეტაციით მაგრამ კი ვიცი მომისვენია და ძალიან კარგი ჩემი მინდოდა რომ ყოფილიყო მე მომწონს მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და შენი ბენდის წევრებს მოკითხა აქედან ჩვენი გადაცემის საფერით, იმიტომ რომ ზურგს გიმაგრებენ ძალიან კარგად და კონცერტებზე და ლაივზე სადაც შევხვედრილი ვართ ერთმანეთს სადაც მქონია იმის შესაძლებლობა რომ ერთად მონაცვლეობით რა გამოსულიყავით, იმიტომ რომ ერთად არ დავაზუსტე რომ მაყურებელი შეცდომაში არ შევიყვანოთ, არ ეგონოთ რომ დუეტი ერთად ჩაწერდეს. თუმცა შეიძლება რა ვიცი ამომავლოდ ნახოთ იქნებ რამე გამოვიდეს. პირველ რიგში კი ძალიან კარგი მუსიკოსები არიან. თან ამ დროც თავის ეშვება, აი ესე ხელს რო გავაკეთებ, უკვე იციან მაგალითად რა უნდა გააკეთო, შეცმულია ყველაფერი და ძალიან კომფორტულია ჩემთვის, ანუ ვერ წარმოვიდგენია ბენდის გარეშე აი მარტო რომ იმღერო, ცოტა დისკომფორტია. და ამავე ბენდთან ერთად აკეთებ საავტორო სიმღერებს. პლუს გიორგი არგებლიც ემეხმარება. ეცოდინება ალბათ ძალიან მაგარი. გიორგი არგებლიძე იგივე ნუგზარის შვილი, რომელიც გადაცემაში ყავდა ჩაწერილი და მოკითხვები, იმიტომ რომ ძალიან კარგი ბიჭია და კარგი. კარგი, სხვათა შორის იმასაც აღნიშნავ, რომ კარგი ხედვა აქვს. ძალიან. აი თქვათ პროდიუსერული, არ ვიცი, ცოტა სარეჟისორო, სცენარებსაც თვითონ აკეთებს, ძალიან ისე მრავალფეროვანი. სხვათა შორის ბავშვობიდან ვიცნობ ფანტაზია. ბავშვობიდან ვიცნობ ერთმანეთს და რო გადავწყვიტე რომ ჩემი სიმღერები მინდოდა გამომიშვათ თუნდაც ამ ალბომზე გიორგის დავურეკე ეგრევე და ანუ ვიცი ან მომწონს მისი ხედვა, მისი
აი რა სტილსაც აკეთებს თვითონ და რაღაცნაირად ძალიან კარგად გაუგეთ ერთმანეთს და ეხლა ამ ალბომზეც ერთად მუშაობ და ეს სიმღერაც სხვათა შორის მე და კიევის შემოქმედება აა და ანუ ერთად დუეტი ისე. ცოტათი მომეხმარა. აი ნუ ბექებში ოდნავ ისმის მაგრამ რა თქმა უნდა მისი აწყობილი არაც ვიდეო და ის გააკეთა ზუსტად. კი, შემიძლია ძალიან შვილი. გილოცა ყოჩა. და როდის შეიძლება ველოდოთ ინგლისურენოვან ალბომს? ფიქრობ სექტემბერი ოქტომბრისკენ ალბათ, იმიტომ რომ ჯერ დაგვისრულებია რამდენიმე სიმღერა გავაკეთეთ თან ის პროექტიც დაგვემატა ფილმის ასე თქვა. ეს რა ფილმზეა საუბარი შეიძლება რომ ვთქვა თუ ჯერ ხო არა, უბრალოდ ანუ ამიხსნეს რომ ჯერ არა, ნუ რომ გამოვა აუცილებლად გაგაკეთე. აჰა, მოკლედ სექტემბრისთვის ძალიან ბევრი საინტერესო პროექტები, საინტერესო ამბები იქნება. მოდი ახლა ისევ ნელ-ნელა უკან წავიდე. ეს ახლა გადავწყვიტე, რატომ გესმენთ, რომ ყველას ვეკითხები, როგორ დაიწყეთ მუსიკა, როგორ მოიწამლეთ და ასე შემდეგ ასე. მაგრამ პირველ რიგში მაინც ერთ რაღაცას ვიტყვი, შენ ბათუმში დიდი ხანია მოღვაწეობ. 9 წელია უკვე. და აი როგორც არტისტისგან მაინტერესებს რას ისურვებდი ჩვენს არეალში, მუსიკალურ არეალში, რომ დარწმუნებული ვარ იქნება რაღაც ისეთი, რაზეც გეთანაბრებებული რაღაც დანაკლისი გაქვს, რაღაცის დეფიციტი გაქვს, რაღაც იგივე თვითგანვითარების შევძენდი თქვა აი ბათუმში მუსიკალურ სივრცეში რისი დანაკლისი გაქვს? რას ისურვებდი რომ არა ბათუმში, მე ვფიქრობ აი უნდა იყოს ესეთი რაღაც, რომ ყველა აი მაგალითად რას უსმენს, იმის მიხედვით მიდიოდეს იმ კონკრეტულ ადგილას. ანუ ჟანრობრივად და იყოს შესაძლებლობა. ხო, მაგალითად ეს როკ-ენ-როლი მოსწონს, მივიდეს იქ რაღაცა, ანუ ყველაფერს თავისი რა კონდეს. სამწუხარო ის რომ ჩვენი ფორმატი უახლოვდება დასასრულს, მაგრამ აუცილებლად უნდა დავაანონსოთ და ვთქვათ ის სიმღერა, რომელსაც ეხა შემოგთავაზებ. და ჩვენზე. ეს არის ჩვენზე. ჩვენზე, ხო. მე მახსოვდა ჩვენ რატომ ვაც და ჩვენზე about us. ბევრი უკაცრავები უნდა მოვიხადო. ჩვენზე. ჩვენზე. ვინ ჩვენზე? ანუ სიმღერიდან გამომდინარე, რომ ჩვენზე. უბრალოდ ჩვენ. თვითონ მიხდარია რომ ვუსმენ. ოკეი, ძალიან კარგი. ჩვენი მაყურებელიც, რადიო მსმენელიც დარწმუნებული ვარ. გერგებლიძის საერთო დამუშავებაა. აჰა. სიმღერა ჩვენზე, რომელსაც ბარბარა ბელი, სწორად იგი უნდა კი, ბელ, უბრალოდ ბელ. ბელ. ბარბარა ბელ. მაგით შემოგვიყვება სხვათა შორის, საფუძველი. მართლა? შენი? ეხლა შემიხარო, ეს არის რა. აი მაგით უნდა პოზიტივი შემოქონდა და ანუ მეც მეთქი stage name მინდა რაღაცა ისეთი მეთქო და აი ეს ბელი დაამარტო მაშინ ძალიან დიდი ხანია წლებს განმავლობაში არის და ბარბარა და მეთქი ბელ და რაღაცა უხდება კიდევაც ერთმანეთს და თან ამბობდა რომ ბევრი ყოფილიყო რაღაცა. მოკლედ ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო, ჩვენი გადაცემა სამწუხაროდ მიუახლოვდა დასასრულს, მაგრამ სურპრიზად გიტოვებ ძალიან საინტერესო ამბავს, ეს ეხება სიმღერას, რომელსაც ქვია ჩვენზე, ბარბარა ბელის შექმნილი სიმღერა და რომელსაც ასრულებს თავად არაჩვეულებრივი მომღერალი. სამწუხაროდ მე დაგემშვიდობო, მაგრამ მაყურებელს და რადიო მსმენელს წინ დიდი სიამოვნება ელის, რომელსაც ვფიქრობ, რომ ელოდები. მადლობა იმისთვის, რომ გამონახე მოხვედი, მოხარული ვარ. მოკლედ გემშვიდობებით, ძვირფასებო, კარგად ბრძანდებოდეთ, ყველაფერი საუკეთესო მისურვებია. Every step